ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დღეს ელექტრონული პეტიციის პორტალი შექმნა და აანონსა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ევროპული ქვეყნების სახელმწიფო მოხელეები იმყოფებიან. მათ მასპინძლობს როგორც პრემიერი, ასევე იუსტიციის მინისტრი. დღეს საუბარი იყო იუსტიციის სახლების მნიშვნელობაზე, კორუფციის დონის შემცირებაზე და რეფორმებზე, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელდა. აღმოსავლეთ ევროპაში პირველად გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის კონფერენციაზე ქართველმა მასპინძლებმა თავი რეფორმებით მოიწონეს. 40 ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგატებს პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ პარტნიორობის წევრებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობა ჰყავს. იუსტიციის მინისტრმა კი იუსტიციის სახლების უპრეცედენტო ინიციატივაზე ისაუბრა. მიზანი არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ გაუზიაროთ ევროპულმა ქვეყნებმა თუ როგორ მართავთ ქვეყანას, როგორია ღია მმართველობა სხვადასხვა ქვეყანაში, როგორია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებში არის მიჩნეული როგორც ერთ-ერთი მაგალითი. კარგი ღვინო გაქვთ, კარგი სამზარეულო და იცით, რომ ეს ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ბევრი მეგობარი გვყავს. თქვენი სახითაც ქალბატონო იუსტიციის მინისტრო, მაგრამ მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ კონკრეტული ზომებია საჭირო ღია მმართველობის პარტნიორობის განსახორციელებლად. ლონდონის სამიტზე საქართველოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროს რეფორმებისთვის 7 ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის დასახელდა. ამის მიუხედავად 4 სამინისტროს საჯარო ინფორმაციის კუთხით გამჭვირვალობის პრობლემა აქვს. პრემიერმა ურჩი მინისტრების გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა მათ გააქტიურება ურჩი. მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა რამდენიმე ურჩი მინისტრიც ყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას თუ რამდენ ფინჯან ყავას აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დავარწმუნეთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ. ურჩი მინისტრების უწყებების დასახელება არ გასჭიროებიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. IDFI საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე ყველაზე კარგ ჩაკეტილ სამინისტროებად ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ასახელებს. ერთო ჩვენ დავაქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დავაქონდა ფინანსთა სამინისტროსთან. ვფიქრობთ, რომ ამ ხრივ გაუმჯობესდება მაჩვენებელი და ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას. ეს არ არის ისეთი საკითხები, რომელიც საიდუმლოებას წარმოადგენს. კონფერენციის შემდეგ ფინანსთა მინისტრი კითხვებზე საპასუხოდ ჟურნალისტებთან არ გაჩერდა. რატომ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ურჩ სამინისტროებს შორის ამ საკითხზე არც არჩილ თალაკვაძემ ვერ პასუხა. მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მიღწევებზე ისაუბრა. ეს არის 112-ის ინოვაციური სერვისები, ეს არის ელექტრონული არქივი, რომელიც გაციფრულებულ მონაცემებს მოიცავს 91 წლამდე, სტატისტიკის ახალი ინტერაქტიული რუკა, რომელიც არის სატესტო რეჟიმში და რომელიც რეალ ტაიმში აჩვენებს დანაშაულის, ასე ვთქვათ, შემადგენლობებს. მინისტრებისგან განსხვავებით დღეს თვითკრიტიკული იყო პარლამენტის თავმჯდომარე. არ არის საკმარისი მაგალითად პარლამენტის ხდომების ღია ტრანსლირება. ან თუნდაც ყველა საკომიტეტო შეხვედრის ღიაობა, აუცილებელია პროაქტიურობა და მეტი საქმის კეთება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კარგად გარკვეულნი იმაში, თუ რა კანონს იღებს პარლამენტი. ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა ამერიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტებს ეკუთვნის. ის სახელისუფლებო შტოებს მეტ გამჭვირვალობას ავალდებულებს. პასუხისმგებლობის შესრულების ხარისხი კი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის წარმატებას განსაზღვრავს.